გამარჯვება მეგობრებო, კლავ ერთად ვართ და მიმოვიხილოთ საუკეთესო ჩემპიონატების პერიპეტიები, დავიწყოთ ინგლისით და პრინციპში გერმანია მორჩა, ჰოლანდია მორჩა, ინგლისშია დარჩენილი თამაშები, იტალიაში საფრანგეთიც მორჩა და აი ახლა მივყვეთ რა თქმა უნდა, ლივერპული უპირობოდ პირველ ადგილზე დარჩა, არსენალი მეორეზეა და ალბათ შეინარჩუნებს ამას თავისთავად, მესამეზე ნიუკასლი, მეოთხეზე ჩელსი და მეხუთეზე ასტონ ვილა. ერთ და იგივე ქულები აქვს მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს. სიტის 65 აქვს, კარგი შანსი აქვს დღეს, რომ ის ჩავარდნილი თამაში აქვს და თუ მოიგებს დაწინაურდება, შეხტება ჩემპიონთა ლიგის ხუთეულში და ასტონ ვილას ჩამოწევს ქვევით. ნოტინგემია მეშვიდეზე. აი ახლა მახსენდება ნოტინგემი მეორე ადგილზე როგორ მყარად იდგა, გახსოვთ ალბათ, მე მესამეზე გადავიდა, აქაც კარგ ხანს იდგა და უცბად აღმოჩნდა მეშვიდე ადგილზე, ანუ კონფერენს ლიგაზე გავა, იმიტომ ბრედფორდი ვერანაირად ვერ დაეწევა, ერთი თამაში აქვს დარჩენილი და შანსი არ არის. ასე იგი, ეს მეშვიდე ადგილი გარანტირებულია, აი მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი. ასე რომ ძალიან საინტერესოა აქ რა მოხდება, ბოლოს რა თქმა უნდა, მე-18 ლესტერი, მე-19 იფსვიჩი, მე-20 საუთემპტონი, ამათ წყალმა გადაუარა, ამათ არაფერი არ ეშველებათ, სამწუხაროდ ლესტერზე მწყდება გული თავისთავად. კარგით, ეს ინგლისი მეგობრებო, ნახოთ დღევანდელი ორი თამაშია თუ არ ვცდები, ესე იგი ლივერპული რაში ჭირდება, მაგრამ მაინც ბრაიტონთან და სიტი ეთამაშება ბორმუთს. აი ეს თამაშებია. ესენიც დაამრგვალებენ 37-ს და მე ერთი ტური დარჩება 38 და იქ აი ამ ექვსეულში პრინციპში ხო ძალიან მაგარი ბათქაბუთხი მიდის და ძალიან საინტერესოა პრინციპში რა. ეს ინგლისი. კი ბატონო, გადავედით ჰოლანდიაზე, აქაც დედაშვილს არ იყვანდა, კი გახსოვთ. ესე იგი რა გამოგლიჯა მეგობრებო, ვუყურებდი მე ამ თამაშს. აიაქსი და PSV ეცილებოდნენ ჩემპიონობაში ერთმანეთს და აიაქსმა ის ტური გრონინგენთან 2-2, ну ესე იგი ორჯერ უგებდა აიაქსი, მაგრამ გრონინგენმა სისხლი გაუშრო და ეს თამაში მაინც არ მოაგებინა და იქით PSV-მ მოიგო და დაწინაურდა. და მერე შემდეგი თამაშები ორივე მოიგო, მაგრამ მაინც PSV-მ აი წინა ტურის თამაშით წაართვა ჩემპიონობა და ნუ აი ცუდი სანახავი იყო, რა თქმა უნდა, ხელიდან გაუშვეს ჩემპიონობა. ესე იგი პირველზე გავიდა PSV, მეორეზე აი ესე თავის თავს დააბრალოს აიაქსმა, თუმცა აიაქსის მე მიკვირს, რომ საერთოდ ძალიან ქვევით იყო რაღაც საწყის ეტაპზე და მერე აღმოჩნდა მერე უფრო ბოლოსკენ ლიდერებში და რა ვიცი, მეგონა რომ უეჭველად უკვე ჩემპიონი იყო, იმხელა 7 ქულიანი იყო ერთ მომენტში თუ არ ვცდები და აი PSV მაინც შეძლო და სულ გადაამწვანა ბოლო 5 თამაში. აიაქსმა კიდევ 5 თამაშიდან 1 თამაში მოიგო. მოგეთ პირველი PSV, მეორე აიაქსი, ესენი პირდაპირ გავლენ, ფეინორდი გადათამაშებას ითამაშებს, მესამეზეა და მეოთხე იქნება უტრეხტი, ეს ევროპა ლიგა, მეხუთე ალკმარი, მეექვსე ტვენტე, მეშვიდე იგლზი, ნაიმეგენი, ჰერენვენი. ხო და მოკლედ მთავარი არის, რომ პირველი, მეორე, მესამე ლიგაზე გამსვლელი, მეოთხე რა თქმა უნდა UEFA და მე დანარჩენი აქ
კონფერენს ლიგა, კარგით, ეს დავანებოთ ჰოლანდიას თავი, გადავიდეთ შემდეგზე, შემდეგი არის იტალია, აქ რა ჯადოქრები ჩაერივნენ და აი უდაძაბულესად მიდის, მაგრამ აი არ ვიცი რა, ფეხბურთი შემეზიზღა ჩვეულებრივად, მოგეთ ყველაფერი ისე ხდება, ეს ნაპოლი ბოლო 2 ტურია თამაშს ვერ იგებს და მაინც და მაინც ინტერს გუშინ მოუნდა ეს რაღაცა საშინელება, ნუ იგებდა, გასაგებია, მერე გაუთანაბრა, მერე კიდე იგებდა ლაციოს, მაგრამ მერე ისევ გაუთანაბრეს და მერე კიდე მესამე გაუტანეს და თუ ვინც ნახეთ თამაშგარე დაუფიქსირეს და მოკლედ აი ესე ისევ ერთი ქულით წინ არის, აი რა როიტყვიან ჯინაზე მინდა რომ ინტერმა მოიგოს, მაგრამ ეხა წარმოვიდგინეთ მესამე თამაში უნდა გააცუდოს ნაპოლიმ რომ ინტერმა მოიგოს და გადაასწროს, მაგრამ აი აღარ მჯერა უკვე ესეთი ორი შანსი მისცა ნაპოლიმ და ინტერმა რა ვიცი. ერთი თამაში კი ბატონო მოიგო და მეორე უკვე ფრე ითამაშა. ესე იგი ჯერჯერობით აქ კიდე ერთი ტური რჩება და ნაკლებად სავარაუდოა რომ ნაპოლიმ ეს შანსი გაუშვას. თუ კიდევ ესეთი საოცრება მოხდა და კიდე ჩააგდო მესამე თამაში, ძალიან გამიხარდება, მოკლედ პირდაპირ არ დაუმალავ. მოკლედ ეხა პირველზე არის ნაპოლი 79, ინტერი 78 მეორე ადგილი, ატალანტა მესამე, ამას ვერავინ შეეცილება მესამე ადგილს, მეოთხეზე იუვეა და მეხუთეზე რომა. აი იუვე რომა 67 აქვს იუვეს და 66 აქვს რომას, იქვე ლაციო მეექვსეზე ბრძანდება 65 ქულით. აი ამ სამ გუნდში ძალიან დიდი დაძაბულობაა და ვნახოთ როგორ დაალაგდებიან მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ადგილები. ხო. კი ბატონო, ვნახოთ შემდეგი ვინ ყავს, შემდეგი ყავს ესპანეთი, აქაც ერთი ტური დარჩა. მოკლედ პირველზე ბარსაა და გილოცავთ ყველას ბარსას ჩემპიონობას. გულშემატკივრებს მეორეზე არის რეალი, ამასაც ვერავინ ვერ წაართმევს მეორე ადგილს, მესამეზე მყარად როგორ ვთქვა, მაგრამ 3 ქულით უსწრებს ბილბაოს, მეოთხე ადგილზე მყოფს, მეხუთეზეა ვილიარეალი. ხოთაშორის ბარსამ ინახეთ რომ წააგო ვილიარეალთან და ვილიარეალს მაგარი შანსი მისცა ხუთეულში შეხვდომის და ხუთეულში არის რა თქმა უნდა ვილიარეალი, მეექვსეზე ანუ ბეტისია, ამასაც ვერავინ ვერ შეეცილება, ასე მყარად მეექვსე ადგილზე, მეშვიდეზე სელტა და კონფერენს ლიგაზე არის ვალეკანო. ვალეკანოს ჩამოგდება შეუძლია ოსასუნას, ნახოთ ამ შანსს თუ გამოიყენებს. გაგახსენდებათ რომ ძალიან მაგარი შანსი ჰქონდა ვალენსიას მეშვიდეზე გასვლის, შეიძლება მეექვსეზეც, მაგრამ ეს ბოლო ორი თამაში, არა მეექვსეზე ძალიან ზედმეტი მომივიდა, მეშვიდე მერვეზე, ანუ კონფერენს ლიგაზე მაინც რო გასულიყო, მაგრამ ბოლო ორი თამაში წააგო და პრინციპში არაფერს არ ვთხოვ, მე-12 ადგილზე არიან. კიდევ არა უშავს, იმიტომ რომ მთელი დასაწყისი აუთსაიდერები იყვნენ. ნახოთ, აქაც რა შეიცვლება ბოლო სურათით. საფრანგეთში აქ ძალიან გულდასაწყვეტი ამბები გვაქვს, რა თქმა უნდა, გილოცავთ ყველას ხვიჩიტოს გაჩემპიონებას, მით უმეტეს ბოლო თამაში იყო სასწაული, რომ 2 გოლი შეაგდო და ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ტრიუმფით გაჯახუნება ჩემპიონატის კარის და მოკლედ ძალიან მაგრა ითამაშა ხვიჩიტომ, ბრავო, ძალიან აღფრთოვანებული და კმაყოფილი ვარ. მოკლედ PSG ჩემპიონია და ერთი გროტესკი კიდე რომ ერთი ჩემპიონობას ზეიმობდა და მეორე კიდე გავარდა, მე-17 ადგილზე დაასრულა სენტ-ეტიენმა, კიდევ წააგო სახლში. აუცილებლად მოსაგები თამაში და ნუ რას ვიზამთ, ვერაფერი. რეიმსი ითამაშებს გადათამაშებას მეცთან და ნახოთ დაბრუნდება თუ არა მიქაუტაძის ძველი კლუბი. პირველზე PSG, მეორეზე მარსელი, მონაკო მესამეზე გავიდა, მეოთხეზე გადათამაშებას ითამაშებს ნიცა, მეხუთეზე გავიდა ლილი, ანუ UEFA-ზე,
და მე-6-ზე გავიდა ლიონი. ლიონმა აი რო იტყვიან გამაგიჟა ჩვეულებრივად. 3 თამაშს უყურებდი ერთად, მეგობრებო, PSG-ს, რა ქვია, ლიონს და სენტ-ეტიენს და ლიონმა ბოლო თამაში მოიგო, მაგრამ წინა 2 წააგო. საშინელება პირდაპირ. ამიტომ მე მოვისაზრებდი 4-ეულში უნდა შესულიყო და ლიგაზე გასულიყო, მაგრამ ისექნა, რომ კონფერენს ლიგაც სანატრებელი გაუხდა და სულ ძლივს ბოლოს წკიბზე შევიდა ამ მე-6 ადგილზე და სტრასბურგს მოუგო. კი ბატონო, ესეც საფრანგეთი და გვჩება ბოლოს გერმანია. გერმანიაში რა მოხდა? აქაც დასრულებულია ჩემპიონატი. პირველზე გავიდა მიუნხენის ბაიერნი, მეორეზე ლევერკუზენი ყავს, მესამეზე აინტრახტი, მეოთხეზე დორტმუნდი, ესე დაკომპლექტდა ჩემპიონთა ლიგის 4-ეული. მეხუთეზე გავიდა ფრაიბურგი, ანუ UEFA მიულოცოთ ფრაიბურგს და მე-6 კონფერენს ლიგა მაინცმა დაისაკუთრა იქ ლაიფციგი, ვერდერი, შტუტგარტი, მიუნხენ-გლადბახი და ასე შემდეგ და ძალიან სასიხარულო ამბავი, რომ ჰაიდენჰაიმმა ისე მოხდა ყველაფერი, რომ მე-16 ადგილზე გადათამაშებას ითამაშებს და წარმატებები უსურვოთ, მეგობრებო. ესეთი იყო მიმოხილვა, რა თქმა უნდა, ბოლომდე რო დასრულდება ყველაფერი, კიდევ გვექნება მიმოხილვა და ვნახოთ რა და როგორ იქნება. მოკლედ, ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, აბა თქვენიცით და დროებით.